ესე იგი ვაგრძელებთ ჩვენ შეხვედრას ჩვენი მონიტორინგი გადავამოწმეთ გაზიარების უფლება მაქვს ქალბატონო რიმა აგერ გადავალ უცბად მონიტორინგზე რომ წევან შეგვიწყდა სიტყვა ისე გაგვთიშა Zoom-მა მოკლედ ცირა ეხლა ატვირთავს შეხვედრის შემდეგ და ქალბატონ ნინო ჯამბაზიშვილს აქ ჩემი ქალაქი ქვეყანა ასატვირთი ეს სამი აქტივობა აქვს ასატვირთი ქალბატონ რიმასთან შობლის თანხმობაა და მაგას დამთავრების შემდეგ ატვირთავთ როგორც წეღანთ თქვით და მორჩა ჩვენი ამით რამოდენიმე თურქ კოლეგას აქვს დარჩენილი 1-2 აქტივობა დანარჩენი დასრულებული გვაქვს უკვე აპრილის თვე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა მართლა გულით მოგიხადოთ იმიტომ რომ საუკეთესოდ სწრაფი ტემპით გვიწევს კეთება და თანაც ხარისხიანად სწრაფი ტემპი და უხარისხო არ მინდა ხარისხი და ამას თქვენ ყველანი წარმატებით ახერხებთ. ეხლა ერთი აქტივობა ეს იყო კედელი, რომლის განმარტებაც იქ ქართულად მოვიწერე. უნდა ავტვირთოთ ფოტოები და ვიდეოები, რომლის მოძიებასაც შეძლებენ მოსწავლეები და პადლეტის ლინკზე, პადლეტის რა ქვია, პადლეტის გვერდზე განვათავსებთ ჩვენ ვიდეოებს და ფოტოებს. ეს ფოტოები ან ვიდეო, ხო, ერთ-ერთ კი ბატონო, იმიტომ რომ სავალდებულო არ არის, გინდა თუ არა ორივე. არა, ეგ სავალდებულო არ არის ნამდვილად. ან ერთი, ან მეორე. სურათი რას ეხებოდეს ესეც? მშვიდობასა და ტოლერანტობას. რომელიც მათი თვალით რომ შეაფასეს, რომ ის არის მშვიდობაზე და ტოლერანტობაზე. თუნდაც ნახატები გააკეთონ ამასთან დაკავშირებით, თუნდაც პოსტერები გააკეთონ, თავისუფლები არიან. პატარები ხო თავისებური მიდგომა ჭირდება, ამიტომ ეს თლიანად გათვალისწინებული გვაქვს ამ პროექტში და პატარებისთვის ცალკე ინსტრუქცია იდება ხოლმე ჩვენს გვერდზე. ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ეს ბავშვები ერთად აკეთებენ ერთს თუ ცალ-ცალკე? არა, ცალ-ცალკე ჯობია. კი, ნახატს ხომ ინდივიდუალურად უნდა გააკეთოს ბავშვმა ნახატი. ამ პოსტერი რო შექმნას, ისიც ხო ინდივიდუალურად უნდა შექმნას. და ვიდეოს ლინკიც იმ ბავშვისთვის აი იმ ტოლერანტობა მისი თვალით დანახული როგორი არის და როგორ ხედავს, ზუსტად ის უნდა ატვირთოს, ხო? შეიძლება სხვა ბავშვისთვის არ იყოს ესე. ქალბატონო ზეინაბ, პოსტერი ქანვაში შეიძლება გააკეთოს ქანვაში? კი ბატონო, ქანვაში შეუძლია ნახატიც გააკეთოს. ოკეი. თავისი ხელით ნახატოს. ფოტოები გადაიღონ? აუცილებლად. ამის შემდეგ რაც აქტივობა გვექნება, ყველა აქტივობის დროს დამადასტურებელ ფოტოს იქვე იქნება მოსწავლეთა მუშაობის პროცესი. ანუ ერთი რა ქვია იმას კაცო? დღეს რა მჭირს ეთქობა ძალიან გადავიღალე. პადლეტზე ისინი როა ხაზებს რას ვეძახი? სერიები რა. როგორ? სვეტები ხო თვითონ? ხო, სვეტები. რამ დამავიწყე ექსე? ხო, ერთი სვეტი იქნება იქვე ჩაშენებული ყველაფერზე აბსოლუტურად, სადაც იქნება მოსწავლის ნამუშევარი. ან თუ იქ ის ნამუშევარი რო უფრო ლამაზად გამოჩნდეს, არ გვემდომება იმ პადლეტზე წარმოდგენა, მაშინ Twin Spaces გვერდზე ჩავაშენებ დამატებით გვერდს, იქვე, რომელშიაც ყველა სკოლა ატვირთავს თავის მოსწავლეებთან ნამუშევრებს
მე მგონი ეს უფრო უკეთესი ვარიანტი იქნება. თქვენთან ერთად განვიხილოთ და კი ბატონო, თქვენ როგორც სიტყვით ისე გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ჯობია მოსწავლეების ინდივიდუალური ნაშრომები. რა თქმა უნდა, მაგ ნაშრომებზე არ ვდაობთ, რომ ნამდვილად უნდა იყოს ინდივიდუალური, ის ნახატს გააკეთებს, პოსტერს გააკეთებს, თუ ვიდეოს მონახავს, რომელიც ამ თემასთან იქნება დაკავშირებული. ყველა მისაღები იქნება. შემდეგი აქტივობა ეს გვექნება ითვინინგის აქტივობა და ითვინინგის აქტივობისას მოგაწვდით ამ ინფორმაციას და შემდეგი აქტივობა იქნება საერთაშორისო ციფრული ბიბლიოთეკა. ისტორიები ომის მიღმა და ცოტა ისეთი სათაური აქვს, მაგრამ ეს სათაური რას მოიაზრებს? ამ აქტივობებში ზუსტად მაგიტომ მოვითხოვე მოსწავლეთა ასაკი, რომ როგორ შეიძლებოდა ვინმესთან ერთად შეწყვილების შესაძლებლობა თუ მექნებოდა მე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველანი არიან დაბალი კლასის, ერთადერთი ჩემი კლასი აღმოჩნდა, რომელიც არის მე-9 კლასი. ამიტომ ჩემს მოსწავლეებს დავავალებ და ხვალე უკვე ამას შეუდგებიან დღეს ჩატში მივწერ, რომ კიდევ ერთხელ კარგად გადაავლო ბავშვთა უფლებათა კონვენციას და ის მუხლები მოძებნონ, რომელიც იცავს ბავშვებს კონფლიქტის დროს. ამას მოიძიებენ ჩემი მოსწავლეები. შემდეგ ისინი მოამზადებენ ამისთვის სპეციალურად საინფორმაციო ბარათებს, რომელზეა ძალიან მარტივ ენაზე იქნება განმარტებული ომის გავლენა ადამიანის უფლებებზე. თითოეულ მუხლს ექნება შესაბამისი განმარტება. შემდეგი ბოდიშიც რო გაწყვეტინებთ, რომ ჩამოღრმავდე კარგად, ესე იგი პირველ რიგში მოიძიონ მუხლები, რომელიც იცავს. ამას უფროსი ბავშვები გააკეთებენ. უფროსები, ჯერ უმცროსებისთვის არ მithქვავს. ამას იმიტომ მოვითხოვეთ, რომ მაგიტო გაუკეთე შესავალი, რომ ჩემები მე-9 კლასელები არიან, დანარჩენები უფრო დაბალი საშუალო და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები არიან და მაგიტომ დავყავი ასე ასაკობრივ ჯგუფებად. რომ ვისაც რისი, ანუ დიფერენცირება რო შეეძლოთ ძალიან მარტივად ამ პროექტში, ამისთვის. და ამის მიხედვით მოამზადებენ საინფორმაციო ბარათებს, სადაც მარტივად რომ მოსწავლეებმა აღიქვან ადამიანის უფლებებზე და ომის გავლენა როგორ მოქმედებს, ბავშვიც ხო ჩვეულებრივ ადამიანია, ბავშვთა უფლებების კონვენციიდან გამომდინარე, ხო, აი ამით გააკეთებენ პოსტერებს. ეხლა უფრო უმცროსები რას გააკეთებენ? გაეცნობიან უფროსების მიერ მომზადებულ ინფორმაციას, ანუ ამ ბარათებს გაეცნობიან და კი, იქ რამდენი უფლების ბარათიც დღეს უკვე მოიძიებენ ბავშვები და ხვალ რომ მოვლენ, უკვე მოძიებულს მოიტანენ, რომ მაგის მიხედვით უკვე ვამუშაოთ და გააკეთონ ეს ბარათები. გაეცნობიან უფლებების ბარათებს. კი ბატონო, და დაწერენ მოკლე მოთხრობებს ამის შესახებ. თემა იქნება უმცროსი ბავშვებისთვის. მშვიდობის ერთი დღე. ან წერილი უცნობ მეგობარს. მშვიდობის ერთი დღე ჯობია პროექტთან ახლოსა. ხო, კი ბატონო. თუ წარმოუდგენიათ მათ მშვიდობა. ხო, აი როგორ წარმოუდგენიათ. მშვიდობის ერთი დღე, ასე კი დავარქვი, მაგრამ ჩანაწერში უყურეთ რას ვაკეთებ თან. ჩანაწერში გამოჩნდება მთლიანად ფურცელი, რომელზეც მე ეს ყველაფერი დაწერილი მაქვს. მაგრამ ეხლა ქალბატონო ზეინაბ, ნახეთ ახლა მშვიდობის ერთი დღე, ახლა ჩემს პატარებს ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ კი ბატონო. კი ბატონო. მაშინ მშვიდობები ხო არ დავიხმარიოთ. მოთხრობების შესაქმნელად. კი ბატონო. ხელოვნური ინტელექტის, მაშინ აქ დავამატებ.
აი ერთი წამით რომელი პლატფორმა ავირჩიოთ? ციფრული ბიბლიოთეკა ხომ არის ეგ და ციფრული ბიბლიოთეკა რადგანაც ქვია მოდით ხელოვნური ინტელექტი შევაქმნევინოთ. კი ბატონო. არა, მე კიდე ეს 2-3 ეტაპიანია, უყურეთ. ძალიან კარგია. იცით რომელს შევაქმნინოთ? Gemini-ს აქვს. Gemini-ს აქვს და ეხლავე აი ჩავამთავრო რომ ზოგადი მონახაზი დაგანახოთ და მე უკვე იმაზე გადავალ და Gemini-ში გაჩვენებთ რა სად არის. სად შეგვიძლია რომ თუნდაც იქ ციფრულად შევქმნათ და ის გადმოვიტანოთ მე ეს უფროსები Book Creators-ში წიგნს შექმნიან და მე იმაში უნდა განვათავსოთ. მე გახმოვანებაც უნდა გაუკეთოთ. აი ძალიან რა ვიცი, მე მგონი რომ განსხვავებული რაღაცა უნდა გამოგვივიდეს, რაც ჩემ ფანტაზიებიდან გამომდინარე რაც არის. მე რიმა ერთი მოდი ამ სახელზე შევთანხმდეთ. მშვიდობის ერთი დღე თუნდაც დაწერონ მე-5, მე-6, მე-7 კლასელებმა და კიდევ უფრო პატარებმა ან რომ იწერია. აი წერილი უცნობ მეგობარს, მაგრამ მშვიდობის ერთი დღე პრინციპში პატარებიც გააკეთებენ ხო იმით. ხელოვნური ინტელექტით. შეიძლება. შეგირთვებით რა. რა თქმა უნდა. წერილი უცნობ მეგობარს, იცით გოგოებო, ამ წუთში რა ვიფიქრე? ხო შეიძლება ეს უცნობი მეგობარი იყოს უკრაინაში, სადაც ომი მიდის. ხო, აი მაგის როგორ ვთქვათ, აი მაგ კუთხით ვიფიქრე, რომ ამ წუთში ინფორმაციები ხო ეცმით, რომ აი იქ ომია, ისრაელში ომია, ირანში ომია, უკრაინაში ომია, ჩვენს გარშემო ეს სამი დიდი სახელმწიფოში არის ამდენი ასეთი ხანგრძლივი ომები და ამასთან დაკავშირებით ხო თავისი მონახაზი გააკეთონ თუ არა და უყურეთ ხელოვნური ინტელექტს აგერ აქ დავამატებ ხელოვნური ინტელექტი და უკვე მივხვდები აქ რა უნდა გავაკეთო აგერ ძახილის ნიშასაც დავუსვო და უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთო და მაგასაც ჩავწერ მაგას მანდა ეს წერილის მიწერა თვითონ ბავშვი სამს გავაკეთებ, 3 სათაურს გავაკეთებ. ერთი იქნება მშვიდობის ერთი დღე, მეორე წერილი უცნობ მეგობარს და მესამეს კიდე რაღაცას მოვიფიქრებ. ჩემი თვალით დანახული მშვიდობა? ბატონო? ჩემი თვალით დანახული მშვიდობა. კარგია, ესეც კარგია. აი და არჩევს ყველა, ხო? ხო, და ვისაც რომელი უნდა იმას არჩევს. რაღაც ვერ გავიგე, შეიძლება კითხოზე. ერთი წუთი დავა ისა მთლიანობაში მოვიყვანო, ჩემი თვალით დანახული მშვიდობა. აი უყურეთ ახლა თავიდან ვამობ მაგას, ესე იგი მოსწავლეებმა დაამუშავებს კონვენცია, შემდეგ შექმნეს პოსტერები, სადაც უმცროსი, ანუ საინფორმაციო ბარათები, უმცროს კლასელებისთვის, უმცროსები გაეცნობიან ამას, ამ პოსტერებს და აქედან გამომდინარე თემაზე, აი ეს სამი თემა იქნება, რომელზეაც დაწერე პატარა მოკლე მოთხრობას. აქამდე გაუგებარი თუ არის ეხლა მითხარით. ერთ კითხვას ვიყვე, კითხვა მაქვს. ესე იგი, ვინც აი ეს პატარა მყავს ერთი უცნობ მეგობარს რო წერს წერილს და ეს თავისი აზრით წერს, თავისი ხელით თუ ესეც შეაქმნევინებს იმას ხელოვნურ ინტელექტს ამას. თქვენი გადასაწყვეტი იყოს თქო. მე დავწერ ხელოვნური ინტელექტით კი. ან ვირმა საერთოდ რა ვიფიქრე, იცი, დავაწერიებ ამას ხელოვნურ ინტელექტს და გადავაწერიებ მეთქი. ეგეც შეიძლება. ხო, მაგას ვამბობ, ხელნაწერი დავდოთ პროდუქტად თუ შეგიძლიათ. მაშინ ხელნაწერი ჯობია და დავაწერიებ ხელნაწერი. თავიანთი ნაწერი ჯობია. ხო, აი მე ეს რო თქვი მათ დაწერეს ხო, ამ შემთხვევაში აი
რადგან პატარები არიან, იქ კალიგრაფია ვითარდებათ დაუშვათ, იქ წერის კულტურა უნვითარდებათ, გადაწერის კულტურაც არის თუნდაც. მე ის რო წაიკითხავს, ხო, მეტყველების კულტურაც უკვე უვითარდება. მე ხო ვიცი უკვე რომელი კატეგორიის მასწავლე, ანუ რა კატეგორია კი არა ღმერთო მაპატიე. ბოდიშ გიხდით ამ გამონათქვაზე, რომელი საგნის მასწავლებლები მყავს მე და ამ აქტივობებში პარალელურად იმას ვითვალისწინებ, რომ შემდეგ ამ ბავშვებმაც მასწავლებლებმა წარდგენის დროს, აი მეტი დასაწერის შესაძლებლობა რო გქონდეს, რა გავაკეთე ჩემ პროექტში. ამისთვის და თავის კურიკულუმს რო ადვილად მოარგოს, თავიდანვე ვფიქრობ, რომ იცოდეთ კურიკულუმზე. სულ ყველა საგნის კურიკულუმი მაქვს წაკითხული. იმის გამო რომ საგნები რასგან ავირჩიე, იმათთან თანხვედრაცა მქონდეს სულ ყველასთან. შემდეგ ეხლა რას ვქმნით? ამის შემდეგ უფროსები აკეთებენ წიგნის სტრუქტურას, დააწერენ შესავალ ნაწილში საერთაშორისო სამართლის შესახებ უფროსები. და ეს იქნება, რა თქმა უნდა, რედაქტირებული ტექსტი. პირდაპირ კი არ გადაიტანენ ამას. რედაქტირებულ ტექსტს დასწერენ უკვე ამასთან დაკავშირებით, რომ მარტივი იყოს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. ბუკ კრეატორში შემდეგ აქ უკვე ბავშვები რას აკეთებენ? უმცროს კლასელები. დახატეს ილუსტრაციები და ჩაწერეს აუდიო გზავნილები თავიანთი მოთხრობებისთვის. ესე იგი, როგორ დახატეს? დახატეს ილუსტრაციები და ჩაწერეს აუდიო გზავნილები თავიანთი მოთხრობებისთვის. ის მოთხრობა ხო დაწერა? აი მოთხრობისთვის თავისი გზავნილი დაწეროს. ისა ხმა ჩაწეროს თავისი გზავნილით. რომ აქ ბუკ კრეატორში, ბატონო? თვითონ წიგნში ელექტრონულად, ხო? ხო, აი ელექტრონულად ხო დავდებთ იმას. ეს თავის ხმაც ხო ვოისი ხო გვექნება ჩაწერილი ბავშვისა და იქ დაუდებთ იმ მოსასმენსაც. ბუკ კრეატორში ავტვირთავთ თვითონ მოსასმენსაც. და რატო? რომ აი თუნდაც მოსმენის კულტურა ადვილად მოხდეს, შეიძლება იმ ბავშვმა წაკითხვა არ იცის, მაგრამ ადვილად მოხდეს მისი ადაპტირება ყურით სმენის საშუალებით. და უკეთესად აღიქვას ეს წიგნში როგორ ვაკეთებთ ამ მოთხრობებს ინდივიდუალურად ქმნიან ესენი, ხო? ხო. მე მყავს 13 მოსწავლე ჩართული. ჩვენ შევქმნით მაგალითად 13 მოთხრობა, ხო? ხო. მე რა თქვენ ხო იქ ლინკები უნდა ჩასვათ იმ მოთხრობების. ლინკები წავა, წიგნი არ იქნება მოთხრობების? ბუკ კრეატორს ხო ქმნით წიგნად. მაგრამ იქ ლინკებად ჩავაშენოთ. 13 მოთხრობას ხო ვერ ჩავაშენებთ ასე. და ლინკზე გადასვლით გადავლენ მოთხრობებზე. მე ასე წარმომიდგენია და თქვენ თუ სხვა უკეთეს ვარიანტ შემომთავაზებთ, კი ბატონო. წიგნში ლინკი არ იქნება ლამაზი მგონია. ნახატიც ხო ექნებათ. ნახატს დაურთავს იმ ილუსტრაციის მიხედვით და იქ კიდე ლინკს ჩასვავს. არა, ვინც მოთხრობას გააკეთებს, მაშინ მოთხრობა ჯობია შეიტანოს. ვინც წერილს დაწერს, ეგ მაშინ ისიც წერილი უნდა იყოს მაშინ. არა, წერილი და პოსტერს იყოს 13 დაბოლოს. რა პრობლემა არის მა? გვერდების რაოდენობას გვიზღუდავს ისა? ბუკ კრეატორი. ისა მოთხრობა ჯობია ჩავიტანოთ, იმიტომ რომ ლინკებით არ იქნება ლამაზი მგონია. კი ბატონო. წერილები თუ წერილებს გადაწყვეტ ვიღაცა წერილებზე ატვირთავს მაშინ პოსტერს. კი ბატონო, შეუძლია სკრინიც გააკეთოს. Word-ში ან სურათი გადაუღოს ხელნაწერს და
ის სურათად ატვირთოს. აი აქ ცოტა ის არის ახლა უნდა გადავწყვიტოთ უმრავლესობა აბა როგორ რას გადაწყვიტავს. ყველანაირი ფორმა მისაღები იქნება. იმიტომ რომ ამას ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებელი. არ უზღუდავ, ანუ დემოკრატიის პრინციპების რეალური განხორციელება რომ მოხდეს პროექტშიც და ჩემი მიზანი ხომ ეს არის მთავარი გზავნილი, რომ ეს უნდა დავანახო მოსწავლეებს. და არ ვკარნახობ, გინდა თუ არა ეს გამიკეთე, მაგრამ ის აუდიო გზავნილი კი მინდა. რომ იმ მოთხრობას იქ ხო აქ ბუკ კრეატორს თავისი იქვე ჩაწერაც ხო შეგიძლია? კი, აქ მის ჩაწერა, მაგრამ ზუსტად იმას ვაბობ, ხა თუ პატარები არიან ბავშვები, ტექსტის სირთულესაც როგორ. აუდიო გზავნილი შეიძლება მოკლედ თქვას ის აუდიო გზავნილი. მოთხრობა შეიძლება ცოტა ვრცელი. მე მაგალითად ეხლა ვიფიქრე, მომაფიქრდა უცებ სლოგანებს ვათქმევინებ მეთქი რა. ჩვენიერი აუდიო გზავნილია. ოღონდ იმ მოთხრობიდან გამომდინარე იქნება. დიახ, იმ მოთხრობიდან შევაქმნევინებ სლოგანს და ათქმენ მოთხრობის სლოგანებს და იმას ჩავწერე. კი ბატონო. ძალიან კარგი. ხო, იმიტომ რომ ამას მოთხრობად ხომ არ იტყვის ბავშვ, მოთხრობის წაკითხვას ხო არ დაიწყებს. და აუდიო გზავნილში მე მინდა რომ პატარა ხმაც გამომეტყველება მოსწავლისა რომ ჩანდეს. სლოგანები. კოპილოტში ვაკეთებთ მაგას გზავნილს გოგოებო თუ რა ქვია იმ პლატფორმას? აუდიო გზავნილს. ბუკ კრეატორში. ბუკ კრეატორში. ბუკ კრეატორში თვითონ ხო? ხო. ოღონდ ახლა ცოტა ნერვიულობ ზუსტად ალბათ დღეს დავიწყებ უკვე ამაღამ შეხვედრის შემდეგ გაზიარების მოძებნას რომ ყველას ჩაწერის და რედაქტირების უფლება ჰქონდეს ბუკ კრეატორში. ხო, ეგ პრობლემაა, მან იმიტომ რომ უცებ ხდებოდა რაღაცა მახსოვს რომ ჩვენ პრობლემა გქონდა. ხო, მე კი ხო გახსოვს გავასწორეთ მე. ხო. გავასწორეთ და ჯერ მოდით რა ვქნათ, იცით ჯერ არის ჩქაროთ, მაშინ ჯერ ჯობია რომ აი ხვალიდან ვიზრუნოთ ახლა მოთხრობების შექმნაზე. კი ბატონო. მოთხრობების შექმნათ პირველ რიგში ვის რამდენი მოსწავლეც აკავს ეს შევაქმნევინოთ თან დავასურათოთ. ეხლა იმ ზარი კი არა მესიჯები შემოვიდა, გადავამოწმებ, აბა ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ, მოეძებნათ მუხლები და იმის მიხედვით უნდა სლოგანებიც დაეწერათ ბარათებისთვის. და თუ უკვე მომწერებს, მაშინ ეს სლოგანები გამოგადგება თუნდაც იმისთვის, რომ აი მაგის მიხედვით შექმნათ ისინი მოთხრობები, ბავშვებს დაეხმარებათ. რომ ეს ხელოვნური ინტელექტით შექმნიან თუ საკუთარით შექმნიან, არა აქვს მნიშვნელობა, მაინც ეს იქნება ერთგვარი, როგორ თქვა, გზამკვლევი მოსწავლისთვის. შემდეგ და საბოლოო ეს ყველაფერი განთავსდება. ხა ისევ ეს არ გამექცეს. აბა ნახე. ხო, გასაგები იყო, მე მგონი სამივე აქტივობაზე. კი. ხო. ხა ისევ რეპორტს ვაჭერ მე. კი, მე ტელეფონი მიჭირავ თან ხელში და იმას ვშურები. რა ქვია, ვიწერ ამას. თუ არ შეგვინახა Zoom-მა, ამ ჩანაწერს მაინც ავტვირთავ. ტელეფონით ჩანაწერს. ეხლა იმის ჯავრი მყავს, ეხლა როგორ ჩამოვტვირთო? აი ეხლა ეხსიო გავთიშე, ეხლა ჩანაწერი. ხო. ახლა შენახვა და რამე არაფერი რო არ მომიგდო, გაითიშა და მორჩა. ეხლა საიდანაც ჩანიშნე რიმა, იქ რომ შეხვიდეთ? აბა იქ შედით? თქვენი გვერდი ხო არის? კი ბატონო. ეხლა მანდ მარჯვნივ სვეტში თუ ასე გარდმოსვეტში იყო აღარ მახსოვს, ან ვერტიკალურად, ან ჰორიზონტალურად უნდა ეწეროს ჩანაწერები. აქ არის ახლა meetings, team chat-ის schedule-ს ხრილი არის.
დიახ. მორში აქ რაღაც ჩანაწერები whiteboard-ი და ისინი არ არის, არ მჭირდება. ანუ აქეთ რა არის ახლა სადაც ჩავნიშნე მხოლოდ იმას მაძლევს open recordings აგერ არის რაღაცა გახსენიო ჩანაწერები ხო იმიტომ რომ მახსოვს რომ ან ასეთ გვერდზე ან ეს რომელიღაცაში უნდა ყოფილიყო ხო აქ recent recording-ში არ არის owned by me-ში შევიდე აბა არსა და shared with me-ში კიდე არსა და არაფერი არ არის computer recording-ში გადავიდეთ აგერ არის რაღაცეები კი ბატონო უიმე ყველაფერი აგერა ეს დღევანდელია 4 მაისი 9:07 არის მე მგონი ახლა ჩვენი დიახ ახლა აქ convert-მა view file location-ი ახლა რა უნდა მივცეთ ეხლა download რატო არ მიჩვენებს ირმა ხო გამოცდილება downloads თუ არ გიჩვენებს არც ეგ არ იქნება პრობლემა აბა ნახე თუზის ლინკი ლინკიც არ ჯერჯერობით ამაში არ მიზის ანუ ორივე ჩანაწერი აგერ არის დღევანდელი კი ბატონო და მან 3 წერტილი ბოლოში არა აქვს კი ბატონო მაგრამ ნახეთ აბა გახსენით ეგ 3 წერტილი დიახ ქართვა უწერია მე უწერია view file location ვითომ ამაში ხო აბა მან შედით view file location-ში არაფერს არ მიკეთებს არა მე არის მესამე ღილაკი წაშლა არა კაცო რა წაშლა the recordings can only be seen from the computer on which they were recorded okay ბატონო მაგრამ ახლა გადმოწერა როგორ ხდება ეგ მინდა ვაიმე და რო გაითიშება მე ხო შეიძლება თუ არა და ისა შეხვედრის შემდეგ მესენჯერში დავრე დამეკარგება იმიტომ რომ უკვე კი ვიცი სადაც კი ნამდვილად ვიცი რომ ინახავს მანდ არ არის პრობლემა ბატონო კი სამწეთილი კი რა აქვს სამწეთილი ყურე გაგიზიარებ ახლავე თუ მოვასწარი არ მინდა ეხლავე შევწყვიტავ მე გაზიარებას ერთი წუთი სტოპშია აჰა და თქვენ გააზიარეთ თქვენ უნდა მომცეთ ახლა ისევ ჰოსტი მე უნდა მოგცეთ კი ბატონო ერთი წამით ეხლავე ერთი წამით რა იქნა ვეღარ ვიპოვე კაცო ჩემი აი ისეთი მატერია ნახეთ იქ შედით ჩემი სახელი და გვარის გაწრულ სამ წერტილში ერთი წუთით აი გაუჭედია რიმა აი სადახართ და make post yes აბა ნახეთ ეხლა მე უნდა ვაჩვენოთ თქვენ აი ჩემი ეკრანი სად არის აი გამოჩნდა მე მგონი ხო კი ეკრანი შენ Facebook-ს მიჩვენებს რიმა Facebook-ი რაღაც ძალიან გაგავთიშავა ხამათ რა უნდა ეხლა რასაც ჩვენებს უკვე იქ ხართ გამოჩნდა ხო ნახეთ აი ჩანაწერები არა ეხლა ხართ თქვენს ChatGPT-ში აბა ეხლა გავაზიარო და თუ გამომიჩნდება ეხლა მეც ჩაწერას გავაჩერებ მაშინ ჩემთან იმიტომ რომ აღარ აქვს ჭირდება ჯერ